იგი საკმაოდ საინტერესო შეხვედრა უნდა გამოვიდეს. დინამოელები შეიყვანეთ ბურთს თამაშში, გუნდის კაპიტანმა ლაშა გიორგი ობოლაძემ დაიწყო შეხვედრა და დინამოელები 12 კახა მაღლაკელიძე, 33 ბექა ონიანი და 88 ნომრით მიშო მალაციძე გადარჩა ამ ეპიზოდში ბეტის თურქეთის და PSV-ისთვის. რაც შეეხება დინამო თბილისს, დინამო თბილისი მე-6 პოზიციაზეა 13 ქულით და გოლი თურქეთის და PSV-ისთვის. რაც შეეხება დინამო თბილისს, დინამო თბილისი მე-6 პოზიციაზეა 13 ქულით და გოლი თურქეთის და PSV-ისთვის. რაც შეეხება დინამო თბილისს, დინამო თბილისი მე-6 პოზიციაზეა 13 ქულით და გოლი სატურნირო ცხრილში ბრძოლა მიზნებისთვის აქ თამაშის წესის დარღვით და სხვაობის გაზრდის პერსპექტივების საქმიდან გამომდინარე გაჩნდეს. აქ კიდევ ერთი საფეხურიანი PSV კი არმიას მესამე ადგილს ამგუნს ამ წუთისთვის ჩამორჩება 11 ქულით. აქ კი ხუბუტიამ უკვე მეორე გოლი გაიტანა რითათლიანი PSV კი არმიას მესამე ადგილს ამგუნს ამ წუთისთვის ჩამორჩება 11 ქულით. აქ კი ხუბუტიამ უკვე მეორე გოლი გაიტანა რითაც მოელები ახერხებენ უდაოდ თბილისურ დაპირისპირებაში და სიმშვიდის ანგარიშით წინ ყოფნას აქ ონიანი იბრძვის მესამე კულტანიძე კარგი გადაცემა შეიძლება გატანა და ხარში დუმაშვილი აქ უკვე ბეტის აქვს შანსი და თქმა ზუსტი იყო. კიდევ ერთი შანსი დინამოს. კიდევ ერთი შანსი დინამოს. ტანიძე. ასია საჭირო გაკეთდა ეს გადაცემა და ტანიძე. ასია საჭირო გაკეთდა ეს გადაცემა და შლაძემ დროულად დატოვა კარი და არჩულობრივი ერიში წამოიწყო თავისი გუნდისა მშვენიერი კომბინაცია და შლაძემ დროულად დატოვა კარი და არჩულობრივი ერიში წამოიწყო თავისი გუნდისა მშვენიერი კომბინაცია და სათამაშო ჯერ კიდევ რჩება. ქიზაშვილი ხუბუტია ცირეკიძე დარტყმა და 1-4 ახლა უკვე სათამაშო ჯერ კიდევ რჩება. ქიზაშვილი ხუბუტია ცირეკიძე დარტყმა და 1-4 ახლა უკვე დაია დროული გადაცემა ონიანი ეს პასი ზუსტია ცირეკიძე კარგი კომბინაცია დარტყმა და არაჩვეულებრივი დაია დროული გადაცემა ონიანი ეს პასი ზუსტია ცირეკიძე კარგი კომბინაცია დარტყმა და არაჩვეულებრივი დაია დროული გადაცემა ონიანი ეს პასი ზუსტია ცირეკიძე კარგი კომბინაცია დარტყმა და არაჩვეულებრივი გაიმართა შეხვედრა და ის ორივე შეხვედრა მოიგო დინამომ. ჩაიჭრა ეს გადაცემა. ჯარი. ორივე შემთხვევაში დინამოელები დაჯარიმდნენ. აქ ობოლაძე მოახერხა ბურთის მოპოვება დაარტყა და გაიტანა. ორივე შემთხვევაში დინამოელები დაჯარიმდნენ. აქ ობოლაძე მოახერხა ბურთის მოპოვება დაარტყა და გაიტანა. ორივე შემთხვევაში დინამოელები დაჯარიმდნენ. აქ ობოლაძე მოახერხა ბურთის მოპოვება დაარტყა და გაიტანა. სხვაობის შემცირებისა კურტანიძე კარგით რომ მოძრაობა იყო შეიძლება დარტყმა რომელიც ბედიანაშვილმა შეასრულა და აქ კიდევ ერთი სხვაობის შემცირებისა კურტანიძე კარგით რომ მოძრაობა იყო შეიძლება დარტყმა რომელიც ბედიანაშვილმა შეასრულა და აქ კიდევ ერთი სხვაობის შემცირებისა კურტანიძე კარგით რომ მოძრაობა იყო შეიძლება დარტყმა რომელიც ბედიანაშვილმა შეასრულა და აქ კიდევ ერთი შედარებით უფრო მეტი ინტრიგა და ბოლო წუთებამდე დაძაბულობა იქნება. როგორც თქვით რამდენჯერმე თესეულსა და PSV-ს შორის ამ ობოლაძემ წაიღო ბურთი, მოახერხა აქ ბურთის შენარჩუნება და ბოლო წამს უკვე თემურაზ გაბეხაძემ გადაარჩინა სხვაობა. კიდევ უფრო მეტ სხვაობას შექმნის თუ არა დინამო ამ შეხვედრაში. ობოლაძემ მოახერხა სხვაობა. კიდევ უფრო მეტ სხვაობას შექმნის თუ არა დინამო ამ შეხვედრაში. ობოლაძემ მოახერხა სხვაობა. კიდევ უფრო მეტ სხვაობას შექმნის თუ არა დინამო ამ შეხვედრაში. ობოლაძემ მოახერხა სწრაფად ანახლებს თამაშს. დაარტყმა და აქ
სწრაფად ანახლებს თამაშს. დაარტყმა და აქ სწრაფად ანახლებს თამაშს. დაარტყმა და აქ თეკანის შანსი იღებს ბეტისი. და დინამომ მოახერხა გოლის შანსი იღებს ბეტისი. და დინამომ მოახერხა გოლის შანსი იღებს ბეტისი. და დინამომ მოახერხა გოლი. ნასკიდაშვილმა შეძლო დინამოთა